ჩვენი გადამღები ჯგუფი საქველმოქმედო ორგანიზაცია თხილის გულს სტუმრობს. ნინო დიელაშვილი იმყოფება ადგილზე და მოგვიყვება უფრო მეც და დეტალებს, როგორ შეიძლება ჩაერთონ დაინტერესებულები საქველმოქმედო პროექტში. ნინო, დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. ჩვენ ახლა უზნაძის 47 ნომრიდან წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოდან გერთობით, სადაც უფასო სასადილო თხილის გული ფუნქციონირებს. თხილის გული უკვე მე-15 წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არაერთ ბენეფიციარს ხელი სადილით უმასპინძლდება. ჩვენი დილის გადაცემა ხშირად სტუმრობს თხილის გულს და ჩვენ ვცდილობთ, რომ მცირედი ჩართულობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში. ჩემთან ერთად ახლა თხილის გულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ელენე ფანჯიკიძე არის და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ ამ დაწესებულების შესახებ. ელენე, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ჩვენს მაყურებელს რომ მოუყვეთ, როდის დაარსდა და საიდან დაიბადა იდეა თხილის გულის შექმნის? თხილის გული უკვე 15 წელია რაც ფუნქციონირებს და იდეა წამოვიდა იქიდან, რომ იქ სადაც დღეს სასადილო მდებარეობს, იყო თონე და ამ თონეში ცხობოდა პური, რომელიც შემდეგ საკმაოდ ისეთ გაჭირებულ ადამიანებს უფასოდ ურიგდებოდა და ერთ-ერთმა მათგანმა მამა ალექსანდრე გალდავას თხოვა, რომ იქნებ ცხელი სადილითაც გაგვიმასპინძლდეთო და აი აქედან იწყება თხილის გულის ისტორია უკვე. როგორც უკვე აღნიშნე, უკვე მე-15 წელი არსებობს თხილის გული და მე როდესაც შარშან ვიყავი თქვენთან და ჩვენ სიუჟეტი გადავიყეთ 250-მდე ბენეფიციარი ყავდათ და ახლა თუ გაიზარდა რაოდენობა? კვლავ 250 ბენეფიციარი ყავს, რადგან საკმაოდ რთული არის ფინანსური კუთხით ამ 250 ადამიანს, ასე ვთქვათ, გავუმასპინძლოთ ყოველდღურად ძალიან გემრიელი სადილით. რაოდენობას ბენეფიციარებისას ვერ ვზრდით, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ჩვენ კვლავ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც მეგობრდებიან უპოვარ ადამიანებს და ჩვენთან ერთად იზრუნებენ მათზე. როგორც ნახე 32-მდე ბენეფიციარი ელოდება თავის მეგობარს, ხო? დიახ, 32 ბენეფიციარი ელოდება ამ ეტაპზე თავის მეგობარს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 32-ვე გამოჩნდება. ასევე მინდა გკითხოთ რაციონის შესახებ, როგორც მახსოვს, საკმაოდ მრავალფეროვანი რაციონი გაქვთ. რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია და მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველდღიურად რაციონში არის ხორცი. ერთი კერძი აუცილებლად ხორცის გამზადება, მეორე შეიძლება იყოს წვნიანი ან სალათა დაუშვათ. მუდმივად ვცვლით მენიუს, იმიტომ რომ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ძალიან ღირსეული სადილი და შესაბამისად მუდმივად ვფიქრობთ ამაზე, რა შეიძლება შევთავაზოთ ახალი და გემრიელი, რაც გაუხარდებათ ამ ადამიანებს. ძალიან საინტერესოა რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, ვისაც გაუჩნდებათ თქვენი დახმარების და ამ კეთილ საქმეში ჩართვის სურვილი. მე როგორც ნახე Facebook გვერდზე გაქვთ ძალიან ბევრი ვიდეო და საჭირო ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ მაინც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ გვაქვს პროექტი მეგობარი, რომლის ფარგლებშიც ერთი ადამიანის სრულფასოვანი კვება თვეში მხოლოდ 100 ლარი გვიჭდება და თუ რომელიმე გადაწყვეტს ბენეფიციართან დამეგობრებას, თვეში 100 ლარის ჩარიცხვით ეს ადამიანი ყოველდღურად მიიღებს ცხელ სადილს. ჩვენ ვართ თითქმის ყველა პლატფორმაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. შეუძლიათ მოგწერონ ან დაგვიკავშირდნენ, ნომერიც მითითებული არის და ასევე WhatsApp-ზე და Viber-ზეც. ძალიან დიდი მადლობა, დიდ წარმატებას გისურვებ და დიდი იმედი მაქვს ამ ჩართვის ნახვის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ამ საქმეს. ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ და დიდი მადლობა, რომ თქვენი წვლილი ნამდვილად შეგაქვთ ამ ძალიან კარგ საქმეში. დიდი მადლობა თქვენ და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ როგორც ელენემ აღნიშნა, სხვადასხვა სოციალური პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ თხილის გულს დაუკავშირდეთ. მითითებული აქვთ მათ თავიანთ ვებგვერდზე ნომერი, ან მისწეროთ და აი ასე შეუერთდეთ მათ კეთილ საქმეს. ძალიან დიდი მადლობა ადნინი და წარმატებებს უსურვებთ რა თქმა უნდა ამ პროექტს.